სახლი, სადაც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, მდებარეობს აღმაშენებლის გამზირის 93 ნომერში. აშენებულია 1904 წელს. სახლი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იწყება და ამიტომ დილას მოდის მზე იქით მხარეს, უკანა მხარეს სახლის და დანარჩენი მერე გადმოდის აქეთკენ. მთელ სახლს, მთელ სიგრძეზე, სამივე სართულზე აქვს შუშაბანდი გაკეთებული. და ეს შუშაბანდი კარგიც იყო და არც იყო კარგი. კარგი იყო იმიტომ ზამთარ შეიძლება დაგეხურა და ცოტა ჩათვებოდა და როცა სიცხე არის ძალიან ძლიერი, ზაფხულში ძალიან ძლიერი გაჩერება, ყველა ცოტა შევიდეს თავის ბინაში. სახლი არის ჩაკეტილი სახლია. აქვს ყველაფერი იყო ამ სახლში სათავეში, როცა ჭირდება და იყო მაღაზიები სულ, ისე რომ საჭიროება იმისა, რომ მეზობელოებთან მქონდა რამე კავშირი არ იყო. ამიტომ ვიყავით ჩვენთვის იზოლირებული. შემოსასვლელი ამ სახლს ჰქონდა აღმაშენებლის ქუჩიდან. ჰქონდა გასულიყავი კიდევ მეორე გასასვლელი. აი ეს მეორე გასასვლელი იყო უკანა ეზო, რომელიც იყო ამ სახლის პატრონის ბაღი. გარდა ამისა, აქედან ხედია ძალიან ლამაზი, შეამჩნევთ რომ მარცხენა მხარეს ჩანს თაწმინდაც კი. აი ამ სახლს ჰქონდა ეზოში სამრეცხო, თელეზოში და სხვენი იყო ზემო და სხვენში იყო საშრობი. ისე რომ უბრალოდ სხვისახულსაც ეზოში ვერ გადმოფენოდა. ეხლა თუ შეხედავთ, ყველაფერი გაუმფენელი ეზოში. რატომ არის ასეთი ვიწრო, ვერ გეტყვით. ბევრ უხერხულობას ქმნიდა ჩვენს ბავშვობაშიც კი. იმიტომ რომ ეზოში სირბილის შესაძლებლობა იყო ნაკლები და ჩვენ ბავშვები ეზოში მოთამაშე ბავშვები ვერც ეზოშიც გავდიოდით ხოლმე. და იქ ვთამაშობდით, იქ იყო არაჩვეულებრივი კარგი ბაღი და ეს ბაღი ეკუთვნოდა ამ სახლის პატრონს. მერე იქ იმ მესამე სართულში უკვე როცა მისცეს ნებართვა რომ კი ბატონო თუ სახურავს მოუვლითო თქვენი იქნებაო, ყველა გააკეთა მერე იქ როგორც ხედავთ ეხლაც მეოთხე სართული და იმ სართულში შვენიერი კარგი ბინებიც გამოვიდა. აი ჩვენს ბავშვობაში და მერეც კი მეზობლობა იყო სხვანაირი. მეზობლობა იყო ისეთნაირი რომ აქ სუფრები იშლებოდა ხოლმე აივანზე, საერთო სუფრები იშლებოდა ხოლმე, ბავშვები გაიზარდნენ ამ აივანზე. დღეს სამწუხაროდ ეს ყველაფერი აღარ არის უკვე. ბავშვები ეზოში დავუყავდით. ეხლა დღეისათვის უკვე ყველამ გადააკეთა. მე რასაც გიყვებით, მე გიყვებით 1-50 წლამდე ლამპებს. ნუ ყველას გაუჩნდა მოთხოვნილება რომ ჰქონდეს იზოლირებული ბინა, ჰქონდეს კეთესად მოწყობილი თავისთვის და ამიტომ გააკეთეს ესეთნაირად რომ აი ხა დღესდღეობით მაგალითად აიმანზე არც ერთი კარი არ იყო. დღეს კი როგორც ხედავთ არის უკვე 3 კარი ხო გაკეთებული. ბინები ამ სახლებში შეიცვალა მაინც, იცით? მაპატიეთმა წარმოიდგინეთ ამოდენ ეზოში ერთი ტუალეტი, რანაირად შეიძლება და რომ ყოფილიყო რა. და ამიტომ ყველამ თავისთვის რაღაცა გააკეთა. მაგრამ მეზობლები ვიყავით ძალიან კარგ ურთიერთობაში უნდა გითხრათ. ძალიან არ იყო არავითარი კონფლიქტები, არაფერი ამ დაგვარი არ იყო. ეხლა გაჩნდა. რატო გაჩნდა იცით იმის ხარჯზე რომ ყველას გონია რომ საერთო არ შეიძლება უკვე იყოს. თუ ამას არ ყავს პატრონს იგი ეს ჩემია. ეს არ არის სწორად ხონდა და ეს ბევრ კონფლიქტებს იწვევს ხოლმე. მეზობლობა ისე კარგია იმასთან, ვისთანაც იყო კარგი და არ არის უკეთესი სხვებთან შედარებით. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ისე გეცხოვრო მთელი რომ მეზობლები არ გენა. არ გამოდიოდა ამ სახლში. ეხლა შვილს შეიძლება ეცხოვრო მთელი დღე ისე რომ არ შეხედო შენს მეზობელს. აი ამ სახლში გვერდზე 3 ეზოა გაკეთებული. ვინ არის, ვინსაც ყოფს წარმოგვიდგინე. მანქანების დასაყენებლად იფეთქება ეზოს. და ხელს კიდე უშლება ბავშვებს სირბილში.